მოგესალმებით. დღეს შაბათია, ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. მთავარი ანალიტიკური დღეა და ჩვენ ორი მთავარი მიმართულებით გავაკეთებ ამ ანალიზს. პირველი, უახლოესი დღეების პროვოკაციები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ტყუილი აღმოჩნდა, კერძოდ და აშკარად. ამაზე ფიგარომაც დაწერა, სხვამაც დაწერა, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რუსული დრონები გადამისამართებული იქნა უკრაინელების მიერ. მეორე, ესტონეთის სივრცის დარღვევა თითქოს და 3 რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ ასევე ბლეფი აღმოჩნდა, იმიტომ რომ რეალურად როგორც ირკვევა არანაირ დარღვევას არ ქონია მიზანი და კარგად არ ჩანს ესტონეთი, რომელი რუსეთის მოწინააღმდეგეა, რომ მის მიმართ რაიმე სამხედრო აგრესია განახორციელოს რუსეთმა. ესე იგი, რატომ მოვიყვანე ეს ორი ფაქტი? პროვოცირება მიდის ერთადერთი მიზნით, როგორმე ისეთი სიტუაცია შეიქმნეს, როდესაც ევროპა იქნება ჩართული რუსეთთან დაპირისპირებაში. არადა თუ დღევანდელ ევროპას შევხედავთ, მისი უკვე წარსულში დარჩენილი და აშკარად მალე სერიოზული ცვლილებებს დაქვემდებარებული ევროპის მთავარი ქვეყნების ხელისუფლებები, რომლებიც თავისი რიტორიკით და საქმიანობით წარმოადგენენ ომის პარტიის ხალხს, რევანშისტულად განწყობილ, ფაშისტური წარსულის მქონე ოჯახებში აღზრდილ ადამიანებს, კრახს განიცდიან და მე ვფიქრობ, რომ ისინი ვერ მოასწრებენ კიდევ 3-4 წელი მომზადებას იმისთვის, რომ მზად იყვნენ, ცოტათი მაინც შეძლონ სამხედრო დაპირისპირებაში მოვიდნენ რუსეთთან. ამიტომ პროვოცირება დღეს ევროპელები ამას კარგად ხვდებიან, აიღეთ თუ გნებათ პოლონეთი, სადაც პირდაპირ მიანიშნეს პოლონელებს, რომ არ დაგავიწყდეთ მთელი ეს აღმოსავლეთი პრუსიის ნაწილი, რომელიც კენიგსბერგის დღევანდელი კალინინგრადის ჩათვლით რუსეთის შემადგენლობაშია და აი ნავსადგური გდანსკი, რომელიც არასდროს გდანსკი არ ყოფილა, ეს დანცინგი იყო გერმანული ნავსადგური და მთელი ეს ტერიტორია პოლონელებს არასდროს ჰქონდათ ბალტიის ზღვაზე გასასვლელი. ეს მოხდა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა სტალინის ინიციატივით მათ ეს ტერიტორია მისცეს, იმიტომ რომ სამაგიეროდ 39 წელს ომამდე წამოღებული იქნა ორი ოლქი პლუს მთელი ლვოვის მიდამოები და არა მარტო მიდამოები და ვითომ კომპენსაცია გააკეთა. მე ახლა არა ვარ მზად იმის ზესასაუბროთ თუ რატო გააკეთა ეს სტალინმა, იმიტომ რომ არ მყოფნის იმ ფაქტური დოკუმენტების თქვათ ცოდნა, რომლებიც არსებობს, ამიტომ მე უბრალოდ ფაქტს აღნიშნავ მხოლოდ. ესე იგი, რატომ ვახსენე პროვოცირება? საქართველოში დამპალი იდეოლოგიით ტვინ გამოლაყებული ხალხი, რომლებიც დღესაც შინ ევროპაში მიდიან, მათ შორის ხელისუფლებაც, ეხლა თავის შესანარჩუნებლივ თვითონ რიტორიკა შეცვალა, რაშიც მე ბევრ რამეში არა, მაგრამ ორ მთავარ მომენტში აბსოლუტურად ვეთანხმები ხელისუფლებას, თავის გადასარჩენად გააკეთა თუ არ გააკეთა, მისი შეფასება, რასკანაც მე თავად მოუწოდებდი მათ, გერმანიის ელჩის შეფასება, ევროპელი ელჩების შეფასება, ძალზე დაგვიანებული, მაგრამ ამაში ჩვენ ვალდებული ვართ დაუჭიროთ ხელისუფლებას მხარი, არა იმიტომ რომ ხელისუფლებაა კარგი, არამედ ის ძალიან გონება შეზღუდული ელჩი გერმანიისა, ერთ-ერთი უპირველესი, ყოფილი უპირველესი ევროპული სახელმწიფოსა, იქცევა უბრალოდ ცუდად.
არღვევს ყველანაირ დიპლომატიურ არაფერს ვამბობ ევროკავშირის ელჩზე, არაფერს ვამბობ ვიღაც ქვეყნების ელჩებზე. დიახ, აქ ხელისუფლების პოზიცია სწორია და ეს რიტორიკა უნდა გაძლიერდეს და პასუხი, რომელიც გერმანიის მხარემ გასცა საქართველოს, არის თავიდან ბოლომდე უსუსური. გერმანიის ერთუჯრედიანი ელჩის გაკრიტიკება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო გერმანიასთან რაიმე კონფრონტაციას აპირებს. ჩვენ არაფერი არ გვაქვს გერმანელებთან, ფრანგებთან, ინგლისელებთან. პირიქით, კარგი ურთიერთობა გვინდა და თუ წესიერი ხელისუფლება იქნა ხელისუფლებაში, ჩვენ ამან საუკეთესო ურთიერთობებს ავაგებთ ევროპასთანაც, ამერიკასთანაც, რუსებთანაც, სომხებთანაც, აზერბაიჯანელებთან, ყველგან ცუდი ურთიერთობა გვაქვს. და აქ დამნაშავე მხოლოდ ქართველებია. ესე იგი, იმისთვის რომ მე ჩემი ამ საუბრის ნაწილის მთავარი დასკვნა გავუკეთოთ, საქართველოს ხელისუფლება იმ ოპოზიციასთან ერთად, რომელიც მისი ნაწილია, რუსეთთან კონფრონტაციისა და რუსოფობიის გაღრმავებით ზუსტად იმ გზას ადგა, რასაც ქვია პროვოცირების გზა. ბალტიისპირეთი სერიოზული დაპირისპირებისას განწირულია, ამას წყალი არ გაუვა. პოლონეთი, რომელსაც პირდაპირ უთხრეს, იქნება პოლონეთი თუ გონივრულად მოიქცევს, თუ გონივრულად არ მოიქცევა პოლონეთი მართლა აღარ იქნება. ეხლა ყველაზე საინტერესო რა არის? ფინეთი, რომელიც ნატოს ახალი წევრია და საქართველოში დიდი ბაქი-ბუქით იქნა აღთოვანებით იქნა მიღებული, რომ აი რუსეთს ესე იგი ეტირა 1000 კილომეტრით გაედიდა საზღვარი. ეხლა ჩახედეთ ფინეთს. ფინეთზე რომ ისაუბროთ, ფინეთის სტატისტიკას უნდა ჩახედოთ, ფინურ გაზეთებში დაანებეთ თავი. ფინურ გაზეთებში ნახოთ, სოციალური პრობლემები ნახოთ. რუკაც რომ შეხედავთ ფინეთს, ასე მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი გაიყინა ეკონომიკურად რუსეთთან იმ დაპირისპირების გამო და მიდის ამ საკმაოდ განვითარებული სამხრეთ-აღმოსავლეთი ფინეთი ხალხისგან იცლება. იმიტომ რომ იქ არაფერი გასაკეთებელი არ არის, რუსები არ შედიან, ტურისტი არ შედის, სხვა არაფერი. აი, ნახეთ, ქართველებისთვის საუკეთესო მაგალითი დრაივერი რომ არის საქართველოს ეკონომიკისთვის, ტურიზმი, ხო, გამიგეთხმა ეს არაფრის მწოდნე ეკონომიკის სამინისტრო, კიდე ამნაირი სამინისტრო მთავრობა მთლიანობაში, მე ვსაუბრობ აქ როგორ შეიძლება პროფესიონალი ეკონომის არ კითხო და არ გაიგო ის, რომ ტურიზმი არ შეიძლება იყოს სტრატეგიული მიმართულება. ესე იგი, პროვოკაციის გზაზე დამდგარი ქვეყნებმა გაადიდეს საკუთარი რისკი. ესე იგი, საქართველო, რომელიც ასევე ამ პროვოკატორი ქვეყნების მეგობარია, ყოველ შემთხვევაში იყო დღემდე, იგი ასევე ადგას პროვოკაციის გზას რუსოფობიის მეშვეობით, რომელიც აბსოლუტურად თავს მოხვეულია, გონებრივი თვალსაზრისით არის უაზრობა, ხაზულსვამ, როდესაც მე ვგმობ რუსოფობიას, მე სულაც არ მიმაქვს პრეტენზიები რუსების მიმართ, რომელიც არსებობს. მე მათთვის ეს არაერთხელ მithkoms, როცა პირდაპირი ტელეხიდები იყო მოწყობილი და მე არაერთში მიმიღია მონაწილეობა, მათ შორის როცა მოსკოვის მხრიდან ძალიან სერიოზული ხალხი იყო, რომლებიც სერიოზულ გავლენას ახდენენ ხელისუფლებაზე, მაგალითად ლუკიანოვი და სხვა ცნობილი ანალიტიკოსები. ეს არ არის უბრალო ადამიანები, რომლებიც შემთხვევით, აი როგორც ჩვენს კანალიზაციის ტელევიზიებში ეგრეთ წოდებული ვითომ ანალიტიკოსები ზიან. ესე იგი, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც გადადგა აშკარად კარგი ნაბიჯი,
მან ამ ეპიზოდში აჩვენა, რომ მას ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლის სახე აქვს. ამ ეპიზოდში სხვაგან არ გეუბნებით. დიახ, როგორ შეიძლება შენს სახელმწიფოში უფლება მისცე ევროკავშირის ელჩებს, რომლებიც უბრალოდ უკულტურო ხალხი არიან? არაფერი არც ერთ მათგანს დიდი ევროპული კლასიკური ცივილიზაციის არაფერი არ სცხია. სანაძლეოს დავდებ თუ გნებავთ, გერმანიის ელჩ გოეთეზე თუ შეუძლია საუბარი. სანაძლეოს დავდებ. გადასცემენ ამას აუცილებლად, ძალიან კარგი იქნება, ხო? ესე იგი, საქართველოსთვის პროვოკაციის გზაზე დგომა, რუსოფობია, რომლებიც არის დამპალი იდეოლოგიის გავლენა, გაუნათლებლობის, უმეცრების და საკუთარი სახელმწიფოსთვის უსაშველოდ მავნე პოზიცია, რომელიც მასიურად გამოიხატება. მართალია ეს არ არის უმრავლესობა, მაგრამ ეს არის საკმაოდ ხალხი. თუ გნებავთ რამდენიმე ასეული ათასი კაცი. ესე იგი, ჩვენ პროვოკაციას გზას უნდა ავერიდოთ, მაგრამ ჩვენი ხისტი პოზიცია რუსეთთან დიალოგის გზით საკუთარი ინტერესების სრულდაცვაზე, იმის გასწორებაზე უნდა იყოს მიმართული, რაც ჩვენ განვიცადეთ ტრაგიკული 92 წლის, არანაკლებ ტრაგიკული, თუმცა უკვე სახელმწიფოს დონეზე ერთი იყო სამხედრო გადატრიალება, რომელსაც საერთოდ დაანგრია ქართული სახელმწიფო, შემდეგ იყო სოხუმის დაცემა, შემდეგ იყო 2008 წლის 8 აგვისტო, მერე იყო 2012 წელი, მანამდე 2003 წლის ის ბალმასკარატი, რომელსაც ვარდების რევოლუცია ქვია, მერე იყო 2012 წლის ჩეინჯი, ერთი ხელისუფლება უკვე მართვას არ დაქვემდებარებული ჩაენაცვლა, მეორე მართვას დაქვემდებარებული ხელისუფლებით, თუმცა ქართველ ხალხს სერიოზულად გაუგორეს. მოდი, ქუთაისურ რომ იტყვიან ჟარგონზე გეტყვით. ქართველებს 2012 წელს არჩევნებზე აჯო გაუგორეს. იცით აჯო რა არის? ამას სხვა დროს ავხსნი. მე მინახავს როგორ კეთდება აჯო, იმიტომ რომ ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ. დაიმახსოვრეთ და შემდეგზე ვისაუბროთ ამაზე. პროვოკაციის ყველაზე საშიში შედეგი. აქ უკვე გეოპოლიტიკურ საფრთხეებზეა საუბარი და მე უბრუნდები იმას, თუ როგორ შეიცვალა სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში. ახლა დეტალურად უნდა გავაანალიზოთ ეს ყველაფერი, რა დონის საფრთხის წინაშე დგას საქართველო, იმიტომ რომ პროვოკატორ სახელმწიფოში, რომელიცაც პოზიცია არ გააჩნია და ვერ გაუგია რა კოორდინატთა სისტემაში მიმდინარეობს მთავარი გეოპოლიტიკური დაპირისპირებები, ცხადი არავინ არ ენდობა და ცდილობდა შეეცდებიან აუცილებლად გვერდი ავანონ საქართველოს. უკანასკნელი თვეების, თუმცა გამოკვეთილი კონტურები იყო, მაგრამ ეხლა უკვე აშკარად გამოკვეთილი კონტურებია, მსოფლიოს დღევანდელი სამი მთავარი მოთამაშე სხვადასხვა ფორმით დაპირისპირებული არის მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, არა მხოლოდ საქართველოში, არ მოიაზრება საქართველო ცალკე, არ მოიაზრება სომხეთი და აზერბაიჯანი. ეხლა მიდგომები რაშია მთავარი დაპირისპირება. მე გაკვირით გუშინაც ვახსენე, მაგრამ ახლა დეტალებში უნდა გავიაროთ ყველაფერი. რუსეთის ინტერესი, რაც არის სამხრეთ კავკასიაში, კიდევ უნდა
კარგად გავიაზროთ. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოების თემა. დავალაგოთ ყველაფერი, არ გამოგვივა ის. სამხრეთ კავკასია და კერძოდ საქართველოს სასიკვდილოდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის, თუ აქ რუსეთთან დაპირისპირებული მხარე იქნება გაბატონებული. სწორად ეშინია არ არის ეს საფუძვლიანი საქართველოს ნატოში თუ იქნება, ამით რუსეთს არაფერი არ დაუშავდება და ასე შემდეგ. ეს არის გონებას ჩლუნგი ადამიანების საუბარი, დაუშავდება კი არა სასიკვდილო საფრთხეელის. ეს არის ის, რასაც რუსები უწოდებენ ეგზისტენციალურ საფრთხეს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ასევე კლავს მას, თუ რუსეთმა დაკარგა კასპიის ბასეინის ენერგომატარებლებზე კონტროლის მთლიანად, ანდა მის სამომავლოდ ევროპაში ტრანსპორტირების ტრასებზე გავლენა, ჩათვალეთ, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგები რუსეთში და ახლა რაც მოიპოვება, იქნება გაყინული და ფაქტობრივად ის იძულებული იქნება წავიდეს პოლიტიკურ დათმობებზე. აი აქეთკენ მიდის საქმე, ეს არის მთავარი მიზეზი უკრაინის მოვლენებისა, იზოლაციაში მოაქციონ რუსეთის, სამხრეთ კავკასიაში დაპირისპირებისა და შუა აზიაში დაპირისპირებისა. ეს შეერთებული შტატებისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი კავკასია? მე ვიფიქროთ, კარგი რა არის, ცუდი რა არის, რა მომწონს, რა არ მომწონს, ეს თემა არ არის სასაუბრო, ეს არის უბრალოდ ძალიან არასერიოზული ხალხის მსჯელობა. ხო, ჩვენ ამ თემამდე ასე ვერ დავეშვებით. ჩვენ ახლა ამერიკელების მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, არის რუსეთის იზოლაცია და თუ შესაძლებელი იქნება მთლიანად განდევნა უკრაინიდან, სამხრეთ კავკასიიდან, შუა აზიიდან. გასაგებია ჩაკეტვა და თუ ის ჩაიკეტება იქ, მაშინ კასპიის უზარმაზარ ენერგორესურსებზე და მის ტრანსპორტირების ტრასებზე ერთადერთი განკარგულებელი იქნება შეერთებული შტატები. ეს კოლოსალური გეოპოლიტიკური წარმატება იქნება. მესამე, ჩინელების გააქტიურება და ძალიან სერიოზული გააქტიურება, რომელიც ადრე 2 წლის უკან, 3 წლის უკან არ იყო. ჩინელებს სჭირდებათ ჩინეთიდან ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროპისკენ ტრასებზე კონტროლის დამყარება, ამაზე ემსახურება ერთი პოლიტიკა, ერთი სარტყელი. ამას ემსახურება ჩინელების ძალიან სერიოზული გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში. წყვილად პაკისტანის შეწყვილება და როგორც გუშინ მე მოკლედ აღვნიშნე, ახლა დეტალურად ვეთქვი, ინდოეთისა და ირანის, მათ შორის რუსეთის, გვერდზე გაწევა და მთლიანად ჩაკეტვა ინდოეთისა. მეოთხე, რომელიც სრულიად მოულოდნელი და ახალია, ინდოეთის გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში. ირანი ისედაც კლასიკური მოთამაშეა, კავკასიაში რამდენად გასაკვირი არაფერია, მაგრამ ინდოეთის გააქტიურება აბსოლუტურად გასაგებია და მე ავხსნი თავარი რა არის. ინდოეთი ირანისა და პაკისტან ჩინეთის დაპირისპირება მიდის, სად ჩაიკეტება ის, რასაც ჩინეთ პაკისტანის სატრანსპორტო დერეფანი ქვია. დიახ, ეს ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურა. ჩინეთი ძალიან ღრმად არის პაკისტანის ინფრასტრუქტურაში, თუმცა პაკისტანს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს რუსებთან და არანაირი ზედმეტის გადამდგმელი არ არიან, მიუხედავად იმისა, ეს ბირთვული ქვეყანა არის. სად ჩაიკეტება გზა? ომანის ყურეში პაკისტანის
ნავსადგურ გვადარში თუ ირანის ნავსადგურს, რომელიც პარალელურად ერთმანეთის პარალელურად არიან საზღვრის იქეთ-აქეთ ჩაბახარში. ინდოელებმა განაცხადეს და კარგახანია განაცხადეს, რომ გვადარში ამხელა მაგისტრალის ჩაკეტვა ნიშნავს ინდოეთის ბლოკირებას თავიდან ბოლომდე მისთვის სამხრეთ კავკასიისა და რუსეთისკენ გზის გადაკეტვას, რადგან ამ ტრაექტორიის განხორციელების მთავარი მიზანი არის ჩინელებისთვის, იმიტომ შეიწყვილეს პაკისტანი არა მხოლოდ ირანი და დაბლოკოს, არამედ როგორმე თავი არიდონ თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებას. ყველამ შესანიშნავად იცის თურქეთი რა თქმა უნდა აქტიურობს სამხრეთ კავკასიაში, ამიტომ ჩინელები არც მთლიანად ენდობიან აზერბაიჯანულ ურთიერთობებს, თუმცა სტრატეგიული აქვს, იმიტომ რომ ის მაინც გავლენებში რჩება და აქ ძალიან გონიერი თამაში დაიწყო იმ მხარემ, რომელიც ადრე ამაში არ გამოირჩეოდა, სომხეთმა. ნახეთ, თუ სომხეთმა მიაღწია თავისი გონივრული პოლიტიკით, რომ ჩინეთ, პაკისტან, ირან, სომხეთის კორიდორი ამუშავდა, მაშინ ეს უკვე სხვა რამ იქნება. ჩინელები უყურებენ ამ კორიდორით წავიდეს და შემდეგ რაღაცნაირად საქართველო იქნას გამოყენებული, თუ სამხრეთ კავკასიაში არაფერი არ გამოვიდა, ეს ურთიერთობები დარჩება კონტროლის მიზნით, ბალანსების მიზნით, მაგრამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს მთელი ეს მაგისტრალები და ამით დაიხურება ის თემა, რომელიც ამ შემთხვევაში დგას შუა დერეფნის სახელწოდების სახით. ესე იგი, რა კი ჩვენ არ გვცალია ამათთვის, რა კი საქართველოს მთავრობა უბრალოდ მე ვერაფერი გავიგონე, არა და ძალიან ყურადღებით უსმენ, ოფიციალური პირები არიან, უსმენ მათი აქცენტი ვითომ ჩინეთისკენ არის სტრატეგიული შეცდომა, ჩინეთთან უნდა ვიმუშაოთ მაქსიმალურად, მაგრამ ეს არ არის სტრატეგიული მიმართულება. რუსეთის იგნორირება, ეს არის პოლიტიკური უტვინობა და ორიენტაცია გაკეთება ევროპაზე, როცა მე ამ პროექტებზე ვსაუბრობ, ეს უკვე სრული გონება და მთხვეულობაა, იმიტომ რომ ევროპა არაფერს არ წარმოადგენს, არავინ არ არის. არავინ დაუშვებს ევროპის სამხრეთ კავკასიაში შემოსვლას და ჩვენი ქუჩის აქციები და ეს ვითომ ოპოზიცია ფულზე გაყიდული 1994 წლიდან ფორმირებული ეს ნეოკომკავშირული ახალგაზრდებს არ ვეხები მოტყუებულ საცოდავ უბადრუკ ახალგაზრდებს, რომლებსაც გონება აუნღრიეს და ასე გონიათ ევროპაშია მათი მომავალი. ბიჭო, ქართული საქართველოში დაბადებული, თუ ქართულ კულტურაში ხარ, საკუთარი სახელმწიფო გაქვს, სად იყურები? ამიტომ ახალგაზრდები გამოვაკლოთ, ეს მოტყუებული ხალხია, საკმაოდ ბევრი მოვა ჭკუაზე, ჩვენი ინიციატივები შემთხვევითი არ არის, მაგრამ დარჩება ბალასტი, მარგინალური ჯგუფი, რომლის ადგილი იქნება სანაგვეზე, აუცილებლად იქნება, და ჩვენ უბრალოდ უდიდესი ტრაგედიის წინაშე დავდგებით. ესე იგი, ზერელე აყოლა ამ დამპალ იდეოლოგიას, ამ ყალბ ორიენტაციებს, თუ საქართველოს ხელისუფლება მისდევს და ისევ მიდევნებული იქნება, საქართველოს დაკარგავს ყველა იმ საერთაშორისო ფუნქციას, რომელიც მას დღეს გარემოებებმა შეუქმნა.
სომხები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ყველაფერში კარგად უნდა გაერკვიონ, რომ სომხეთის ინტერესი არ იქნას, თქვენ თუ გონიათ, ფაშინიანი იმ ფაშინიანს გავს, რომელიც ანტირუსულ ტალღაზე რაღაცეებს აგებდა, ასე არ არის. ის ძალიან სერიოზულად მუშაობს რუსებთან, იმიტომ რომ ვერანაირი საერთაშორისო პროექტი თუ გნებავთ შუა დერეფნის სახით და ნებისმიერი ტრასა, რომელიც მე ახლა ახსენი, ვერ გაკეთდება კონფრონტაციულ რეჟიმში. შეუძლია თუ არა შეერთებულ შტატებს შეუშალოს ხელი რომელიმე პროექტი. გასაგებია, ზანგეზურის პროექტი ეს არის არავისთვის მისაღები, გარდა თურქეთისა. თურქეთი ამას ვერ გაიტანს, გამორიცხულია. ეს ინდოეთსაც საშინლად ვნებს, ირანს საშინლად ვლებს, უკეტავს გზებს, ჩინეთს საშინლად ვლებს, არ შედის პაკისტანის გეგმებში. საქართველოში როგორც ყველაფერში ეს ხბოს აღფრთოვანებული არაფრის მაქნისი ხალხი, როგორც კი ვაშინგტონში რაღაც ზანგეზურის თაობაზე ვითომ შეთანხმება მოხდა, გამოვარდნენ ტელევიზიით, გაშალეს ეს სულელური რუკები და ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ საქართველოს ეშველა ამიტი და საქართველო ბედნიერი იქნება და გასაგებია ჩვენ 35 წლიანი ტრაგედიის შედეგზე ვიმკით, როდესაც ცოდნა დაიკარგა, პასუხისგებლობა დაიკარგა, საკუთარი ქვეყნისადმი დამოკიდებულება დაიკარგა და ჩვენ ვხედავთ გამოყეყეჩებულ ხალხს, რომლებსაც არც ხვენია, ასაკოვან ხალხზე გეუბნებით და საშუალო თაობას, არც ხვენიათ, რომ იდეოლოგიური სისულელეები ამ კატასტროფულად ცვალებად სამყაროში რომ იტყვიან, დეკლარაცია გაუკეთონ და ჩვენი ხალხი, რომელიც ისედაც საკმაოდ დაბნეულია, კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეიყვანონ. ესე იგი, აი მე ეხლა ავხსენი თუ რა გრანდიოზულ პროექტებზე საუბარი. თქვენ ნუ გონიათ ჩინეთის და აღმოსავლეთის მთელი საქონელ ბრუნვაზე აიშალოს ერთ-ერთი ალტერნატიული დერეფანი, გითხარით ჯერჯერობით ერთი კლასიკური ტრაექტორია, ეს არის ოკეანეები, სუეცის არხი და ასე შემდეგ, მაგრამ უსაშველოდ ხანგრძლივია დღევანდელ პირობებში, საკმაოდ ძვირია. მეორე, რომელიც ეხლა იხსნება და სერიოზული პერსპექტივა აქვს, ეს არის ჩრდილოეთის კორიდორი, მთლიანად მათ შორის არა უბრალოდ რუსეთის ტერიტორია, არამედ ჩრდილოყინულოვანი ზღვა, რადგან კლიმატის ცვლილებამ ეს შესაძლებელი გახადა. სხვათა შორის ეხლა უბრალოდ გადავხვევ კლიმატის შეცვლამ რუსეთის ეგრეთ წოდებული ვეჩნაია მერზლატას რო უწოდებდნენ, არ მარადიულად გაყინული მიწა რო იყო, არან ბომბებივით აფეთქება დაიწყო, როგორც კი გავღო ეს ყველაფერი, ბუნებრივი აირი, რომელიც არის მიწის ქვეშ, იქედან ფეთქდება 45-50 მეტრიანი ეგრეთ წოდებული ქვაბებია გაკეთებული ამ აფეთქებების შედეგად. ყველაფერი იცვლება, ვინ იფიქრებდა, რომ იმ მარადიული გამყინვარების ზონებში მოხდებოდა ნიადაგის ისეთნაირი გალღობა, რომ ის უკვე სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვისაც კი არის მზად. ამიტომ ამ ხრივაც რუსების პერსპექტივა იმატებს. ეხლა მთავარია ეს კონფლიქტი როგორ შეიძლება განვითარდეს. განვითარება ამ კონფლიქტისა, რომლის პარალელურადაც მიდის ის ყველაფერი, რაც მე ვისაუბრე. პარალელურად, იმიტომ რომ ამ კონფლიქტის მთავარი მიზანი იყო
ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გაყვანილი ყოფილიყო თამაშიდან. გასაგებია, რომ ვერანაირი პროექტი ვერ განახორციელებს ჩინეთი და ვერც ვერავინ, თუ რუსეთი დამარცხებული იქნა და ამერიკელებმა განაგეს. მაშინ ამერიკელები გააკეთებენ მხოლოდ იმ პროექტს, რომელიც მათ სურს, მათ ჩინელებსაც მისცემენ საშუალებას, რომ გამოიყენონ ეს კორიდორი, უყურთ ყველაფერი კონტროლ ქვეშ იქნება. ეს არის მთავარი მიზანი. არავის არ აქვს ის ინტერესი, რომ როგორმე ყველა შეწყვიტოს. ვერ შეწყვიტავ, იმიტომ რომ შენ თვითონ დაზიანდები. მაგრამ გაკონტროლებული უზარმაზარი სახელმწიფოები სულ სხვა არის და შენგან დამოუკიდებელი რეალიზებული გლობალური პროექტები სულ სხვა არის. ამერიკელების შეცდომები არის სახეზე. მსოფლიო ბანკის მონაცემები, როცა მე ეს დავწერე, საიდან მოიტანა ამ კაცმა, საიდან და ვზივარ სახში დილიდან საღამომდე და ვიგონებ, როგორმე განვადიდო რუსეთი. აი ამ დონის გამოთაყვანებული უტაბინო ხალხია, ამ იდეოლოგიით განადგურებული ხალხი. ვთქვი 2022 წლის 24 თებერვალს. რუსები ამ კონფლიქტიდან გამოვლენ გაცილებით ძლიერები. და ისიც ვთქვი, ამას ხშირად ვიმეორებ, მოსკოვში რუსებმა ამერიკელებს სიმბოლური ძეგლი დაუდგან, მივიდნენ და მადლობა უნდა უთხრან, რომ ჭაობში ჩავარდნილი რუსეთი, კორუფციაში ჩავარდნილი რუსეთი, მეხუთე კოლონით გაძეძგილი რუსეთი, კრიმინალით წალეკილი რუსეთი გამოაფხიზლა, ფეხზე დააყენა, დასავლეთი 550 წელია ებრძვის პირველი პიარი დაიწყო ბრიტანელებმა 550 წლის წინ ტყუილების მოგონება. ესა მათი პროფესია. ვერაფრით ვერ გაიგეს, რომ ამ ხალხის კუთხეში მიმწყდება და მათთვის საფრთხის შექმნა არ შეიძლება. ყველაზე კაია მათთან ითანამშრომლო, რადგან ყველანაირზე წამსვლელები არიან და რა მიიღო შეერთებულმა შტატებმა. მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკა არის რუსეთი. დათვლილი ძალიან კარგი მაჩვენებლით, მსყიდველობითი უნარის პარიტეტით. ევროპაში პირველი ეკონომიკა არის რუსეთი, მსყიდველობითი უნარის პარიტეტით. ბრიტანეთი გამოვარდა ათეულიდან, სხვა ევროპულ ქვეყნებსაც კარგი არაფერი არ ჭირთ და თუ მეოთხე ქვეყანაა დღეს, ერთადერთი შეერთებული შტატები, ჩინეთი და ინდოეთი უსწრებს, მეტი ვერავინ. თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, პოტენციალის თვალსაზრისით, რუსები ისევ დაბრუნდებიან, როგორც მეორე ეკონომიკა. აუცილებლად დაბრუნდებიან. ეხლა მე გეკითხებით თქვენ, ასეთი უზარმაზარი ცვლილებების ფონზე, მე ამას ყველაფერს ერთადერთი რამისთვის ლაპარაკობ, საქართველოს პოლიტიკა რა უნდა იყოს? შინ ევროპაში წავიდეთ? ეს ტვინ გაწყალებული ხალხი მივყვეთ ამ ხალხს და დავანგრიოთ ჩვენი სახელმწიფო, დავანგრიოთ ჩვენი ქვეყანა. მაშინ კიდე გეუბნებით, რა ღირსია დღევანდელი 2-3 თაობა, რომელსაც პასუხი მოიგითხება სკოლაში რომ დადიან ახალგაზრდები, მათ ჯერ არანაირი პასუხი არ მოეთხოვებათ. მოეთხოვება მხოლოდ 2-3 თაობას, მეც არავის. 2 თაობას უფროს და საშუალოს გაცილებით მეტი, მაგრამ უკვე სრულწლოვან ახალგაზრდა თაობასაც თავისი წვლილი ადევს და რა გავაკეთოთ? იგნორირება გავუკეთოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და საკუთარი თავის დასამარებისკენ წავიდეთ, ვიღაცებს იძახებენ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. ხო, რა ბედნიერება.
ესენი ჩადიან, ჩამოდიან მერე და საკუთარი არსებობისთვის, კომფორტული არსებობისთვის ყველაფერ ამას აკეთებენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ მათი პოზიცია არც ერთ ასპექტში დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებას არ შეესაბამება, რადგან პოლიტიკა, რომელიც გეოპოლიტიკური რეალობების წინააღმდეგაა მიმართული, არ იმუშავებს და შენ ზიანის მეც არ მოგიტანს. საქართველო ხაზს უსვამ რამდენიმე ცნობილ მეტნაკლებად ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს ინტეგრალურად ვაფასებ, პიროვნებებს არ აქვს მნიშვნელობა. საქართველო ვერ იქნება ცალმხრივად შეერთებულ შტატებთან ერთად და ევროპაში ვერ იქნება. ვერ იქნება ყველას წინააღმდეგ სამხრეთ კავკასიაში. ხაზს უსვამ. ვინც იმას ამბობს, რომ აქ ამერიკელები რაღაცას მიაღწევენ, რომ აქ სხვა არაფერი არ იქნება, რასაც ამერიკელები იტყვიან, მე შემიძლია ღიად უთხრა, არასერიოზული ხალხია. მათი მოსმენა, რა თქმა უნდა, ვისაც უნდა მოусმენს, მაგრამ მათი არ ახმა რეალობის, არამედ ხმოს აღტკინებით, რომ აი ხვალ მოვლენ და ესე იგი, ჩინეთს მოტყდება კისერი საქართველოში, რუსეთს მოტყდება, ინდოეთს მოტყდება, ირანს მოტყდება და ჩვენი მეგობარი, ისტორიული მეგობარი თურქეთი აყვავდება საქართველოში, ნუ ჩვენ მე მგონი ამ გამოთაყვანებულ ხალხს ყველა გზა რო გადაეკეტება, ერთი გზა დარჩება, იტყვიან რომ თურქეთს შეუერთოთ. მოხედავთ, ბობა ლუკავამ ერთი ძალიან ჭკვიანი კაცია, დაწერა დღეს ვიღაც იდიოტს დაუწერია, რომ კოლხები და ლაზები დამპრობლები იყვნენ საქართველოში და ესენი აფრიკიდან მოსული დამპრობლები არიანო. კიდე გეუბნებით, ეს თახსირი ხალხი, რომელიც დაფინანსებული არიან, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ყველაფერს გაათახსირებენ, მათ შორის ისტორიასაც. თურქებს წარმოიდგენენ როგორც მეგობრად. თურქეთი იქნება ერთადერთი ალტერნატივა, სადაც საქართველოს ბოლოს და ბოლოს მე ისიც მაქვს წაკითხული ამ ტვინგაწყალებული ხალხი და აბა რუსეთს ხوار შეუერთდებითო. თურქეთიო ნატოს წევრი ქვეყანა, ეს ის კი არ არისო, რაც იყო. ხო, ეს ბედნიერება სრულიად. აი ეს აზრებია, რომელიც გადის იმ ძალიან სახიფათო, ძალიან ვიწრო გზაზე, სადაც საქართველოს მარჩევანი უნდა გააკეთოს. საქართველოს მარჩევანი უნდა გააკეთოს, ვისთან ვიყოთ, აბა, ეს იდიოტიზმი კი არა, აბა რუსეთთან ვიყოთ, აბა ჩინეთთან ვიყოთ, აბა ამერიკასთან ვიყოთ. კიდე გეუბნებით, მე ამ თემებს გავაგრძელებ, რატომ არის ეს ფუნდამენტალურად მცდალი შეხედულება, შენ არსად არ უნდა იყო. შენ უნდა იყო საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების ფარგლებში, აბსოლუტურ ნიუანსებში ფლობდე სამივე მთავარი მოთამაშის და ცნობილი რეგიონალური მოთამაშეების ინტერესებს, ირანი, ინდოეთი, თურქეთი, პაკისტანი, აზერბაიჯანის, სომხეთის რა ფუნქციებია, რა სხვადასხვა სტრატეგიები და ტრაექტორიები გადის მათზე და შენ არსად არ ახარ. რატომ არ ახარ? იმიტომ რომ არასერიოზული პოლიტიკა გაქვს. იმიტომ რომ ამდენი 13 წლის განმავლობაში საქმეზე საუბრის ნაცვლად ებრძვი ჭყალებში, ეგრეთ წოდებულ ნაციონალურ მოძრაობას, ანუ ნაცებს. ამ დროს სრული ინკორპორირება გაქვს გაკეთებული ნაცებისა საკუთარ რიგებში, ოცნებაში, მიდიხარ ამ გზით, აფინანსებ ამ ოპოზიციას, ნახეთ რაც დაამგვანეთ
და ეს ქართველი ხალხის გარკვეულმა ნაწილმა არ იციან, რომელსაც მე პატივს არ ვცემ პირადად და სეთურის ბრბოდ მოვიხსენიებ. თქვენ ნუელით იმას, რომ აუ, თქვენო ხალხსო შეურაცხყოფთო ერთმა კაცმა მომწერა მე ხალხი და სეთურის ბრბო, ნუ რაც უკაცრავად, ქართველი ხალხი არასდროს არ დაიჩოქებს სეთურის ბრბოს იდიოტიზმამდე, ამიტომ თქვენ არა ხართ სეთურის ბრბოში, ვინც შედიხართ, ვითომ ნაკითხი, ვითომ ამნაირი ხალხი, ვითომ ამბელადის მადიდებელი და ასე შემდეგ. თქვენ ქართველი ხალხის ის საცოდავი ნაწილი ხართ, რომელიც გაგანადგურეს. ამიტომ ჩვენ დღეს საქართველოს ყოფნა ალყოფნაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ სეთურის ბრბო განსაზღვრავდეს. ჩვენ არც იმას დაუშვებთ, კიდე გეუბნებით, მე ძალიან კარგად ვიცი, რას ვამბობ. ქართველთა გაერთიანება აუცილებლად მოხდება, ქართველთა დიდი გაერთიანება, ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ. იმედი მაქვს, რომ 27 სექტემბერს ქართველები საკუთარ საღი ქართველები, კიდე მე ილუზიები არ მაქვს, რომ არიქა ვიღაცები მოვარდები არ მოვარდებიან, პირიქით, რაც კი სიბოროტე ექნებათ, ყველაფერს იტყვიან, მაგრამ ჩვენ ლაპარაკობთ მხოლოდ საღ ქართველებზე, რომელთა ბეჭებზეც უნდა გადავიდეს მთელი ეს ტვირთი და რომლებმაც ეს ქვეყანა უნდა დაუტოვოს შთამომავლობას. აქ გადამწყვეტი როლი აქვს უფროსთაობას, საშუალო თაობას, კოლოსალური მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების მხარდაჭერას, მაგრამ მე ვთქვი და მათაც უთხარი, ვინც კი მოსულა და გვისაუბრია, თქვენ წინა ხაზზე ჩვენ არ დაგაყენებთ. თქვენთვის გაკეთდება ის, რომ თქვენ მემკვიდრობით მიიღოთ და მერე თქვენით. მაგრამ კიდე გეუბნებით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვესმოდეს, რაც ნიშნავს ახალგაზრდა. დიახ, მაგრამ ჩვენი პასუხისგებლობა უდიდესია და მე ვერ მივცემ თავისუფლებას, ასევეა ჩემი თანამოაზრეებით, რომ ჩვენ ახალგაზრდებს თვალისჩინივით უნდა გავუთ. ჩვენ ასევე, მე არაერთმა მომწერა, რომ იქნებ მიხვიდეთ ეკლესიაში, ეკლესიის გარევა პოლიტიკაში კატასტროფა. არავითარი თხოვნა და მითითება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ჭირდება. იქ სასულიერო პირები, მცირე იერარქიიდან დიდი იერარქიამდე, შეიძლება დიდი იერარქიაში ყველა არა, მაგრამ ისინი ჩვენზე არანაკლები მოყვარულები არიან საქართველოსი, ქართული კულტურისა, ემსახურებიან რწმენას, ხაზს უსვამ თავარი ძირითადი ნაწილით, იდეალური არაფერია, ხო? ისინი თავიანთ საქმეს თვითონ გააკეთებენ და მე თუ ამ პასუხისგებლობით ვსაუბრობ, მე თავს ვერ მივცემ უფლებას მივიდე სასულიერო პირებთან და უთხრათ, რომ მობრძანდით აქ, მობრძანდით იქ. არა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით საერო საქმე. როგორ უნდა აკეთოს ერისკაცებმა? ჩვენ უზარმაზარი იმედი გვაქვს, რომ ეკლესია თავის ქვეყნის მესვეული იქნება. ამიტომ იმის ბრალდება ვიღაც საუბრებიდან, რომ ვერ ნახავთ რაიმე განცხადებას და ეს არასდროს არ მოხდება, რომ საქართველოს დიდ გაერთიანების თუ გნებავთ ინიციატორებმა და მომავალში დიდმა გაერთიანებამ ეკლესიის კრიტიკა დაიწყოს და ეკლესიაზე რაიმე აუგითხვას. რაღაც კერძო პირების გამონათქვამები ეს მათი საქმეა, ჩვენ მას არ ვეხებით, ჩვენ აღზრდისთვის არ გვცალია, ვერავის ვერ ავღზდით, არ დავიხარჯებით ამისთვის, ჩვენ საღ ქართველებს მივმართავთ. ის რომ ჩვენ ღიად ვესაუბრებით ყველას, არ ვერიდებით მათთან ერთად დაჯდომას, ეს არის ჩვენი მთავარი კოზირი, რომ იტყვიან, რადგან გახსნილი უნდა იყოს.
მე იმასაც მეუბნებიან, რომ არიქა უშიშროების სამსახური სუსი და ესენი ვიღაცებს ჩანერგა. რაცა საცილო რამეა, იცით? ადამიანები ვერ გამორკვეულან ანბანური რამეებში ვერ გარკვეულან. ეს ვიღაცა იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველო კი არ არის მისი უშიშროების სამსახური აუგად მოიხსენიო და არ ეს ჩვენ ქართული სახელმწიფო გვინდა. ქართულ სახელმწიფოში მართალია მოუწყებელში არსებობს უშიშროების სამსახურები, არსებობს პოლიცია და მე თუ საქართველოზე ფიქრობ და ჩემნაირი საკმაო არის თუ მე ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაზე ვფიქრობ. მე რაღაცა უნდა ვაკეთო, რომ საქართველოს უშიშროებას დაუმალო, საქართველოს ხელისუფლებას დაუმალო, პოლიციას დაუმალო. ამიტომ ჩვენგან არასდროს ეს ჩემი ქვეყნის სამსახურები არის ნაკლი, ეს ასია, ეს იცია პიროვნულ დონეზე ვიღაცა, ეს არის დეტალები. ეს სამსახურები არის ქართული სახელმწიფოს სამსახურები. ამ გამოთაყვანებული ოპოზიციის მსგავსად, რომლებიც ვითომ არც უნდა სახელმწიფო არ ევროპაში უნდა შევიდოთ, ჩემს ფეხებს შეხვალთ ევროპაში. ვინ შეგიშვებს იქ და დაუშვებს თუ არა ამას ქართული ხალხის ცალკე თემა კი ვერცად ვერ შეხვალ. ამიტომ ჩემს თავარ სათქმელს ვამბობ ეკლესიასთან თქვი უშიშრო მე პირიქით გახსნილი ვარ და ნებისმიერ უშიშროების სამსახურს მე ვერ ვასწავლი. ახლა როგორ უნდა იყვნენ საქმის ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ. ჩვენ ამხელა მის ხალხსაც კი არ დაუმალავთ, არც ხელისუფლებას, არც უშიშროებას, არც პოლიციას, არანაირი პრეტენზია არ აქვს მათზე. თუ გნებავთ ხელისუფლების დავალებით ჩვენს მიმართ რეპრესიები რო განახორციელონ. ეხლა ამ საქმეს რო კიდევ ხელ და არის გარდამიჭირონო იმის თუ გეშინიათ, მაშინ უნდა გაანებო ამას თავი, ხო? არაფერი ჩვენ სახელმწიფო გვინდა. ეს სახელმწიფო თუ არ გვექნა, საქართველოს ამ ქვეყანას დაკარგავს, ქართველები დაკარგავენ ამ ქვეყანას. ამიტომ ჩვენ ღია ვართ, აბსოლუტურად გახსნილები, აბსოლუტურად მზად ვართ ყველასთან ვისაუბროთ. მოდით ასე ვთქვათ, აბა ერთი ვინ გაბედავს ჩვენთან საუბარს, საჯაროდ ღიად, მზად ვართ ჩვენ ოთხეული კი არა უკვე ასეულები ვართ, ფანტასტიკურად მაგარი ხალხია, მე ვთქვი და კიდევ უფრო მეტი იქნება, მე ვთქვი და გავიმეორებ. პარლამენტის 100 კაცი, თავრობის 20 კაცი, კიდე რაღაც ერთი შემადგენლობა კი არა. ქართველებში თითოეულ ამ პარლამენტი, მთავრობა ესე 10 მინიმუმ მოიძებნება, 10 შემადგენლობა, გუნდი რომელიც გაკაჩავს ამ საქმეს. თქვენ თვითონ დაინახავთ რა ხალხი გამოჩნდება. და ეხლა ეს სეთურის ბრბოელი ხანდახან ჩემს გვერდზე საწყალი შემოვარდება. ალტერნატივა მითხარი, ვინ არის? ალტერნატივა ვინ აყავს ამ ხელისუფლებას? ამ ბატონს, რომელიც დიდი ქველმოქმედია. მე ამაზე უპასუხე უკვე. თუ ალტერნატივა რა ქართველებს, ქართველები ღირსი არ არიან. ცხოვრობდნენ საკუთარ ქვეყანაში და კონდეთ საკუთარი სახელმწიფო. მაგრამ ალტერნატივები არის, ჩვენ გვინდა ის რბილი გადასვლა, ხისტი, მაგრამ შედარებით რბილი გადასვლა გავაკეთოთ, როდესაც საქართველოში პოლიტიკური ძალები იქნებიან საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების და სახელმწიფოს ინტერესი არ არსებობს, თუ იგი არ გამოდის ქართული ხალხის ინტერესებიდან. ქართულ ხალხში მე ვთქვი, მე გულისხმობ ყველა ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ისინი ჩვენი ნაწილია, ქართველების ნაწილია, თუმცა აბსოლუტურად კულტურულად თვითმყოფადი ხალხია, რომელსაც ჩვენ არასდროს შევხებივართ და არ შევეხებით, პირიქით თუ გავაძლიერებთ და ამ ვითარებაში საუბარი იმაზე, რაც აქამდე იყო, რასაც ახლა ხედავთ, არა,
ჩვენ გვინდა შევცვალოთ შეხედულებათა სისტემა. მე ვთქვი და ვიმეორებ და მთავარი მიზანი არის და ამას აუცილებლად მივახცევთ ჩვენ 700 წლოვან საქართველოს ისტორიას აი ამ თანამედროვეობაში გადავტეხავთ და მას იმ მიმართულებით წავიყვანთ ყველა ერთად, რომელიც ქართულ სახელმწიფოს განვითარებისკენ, ფანტასტიკურ ქართველ ახალგაზრდებს დიდი განათლებისკენ, მეცნიერებისკენ, ტექნიკისკენ, სოციალურ სფეროში მუშაობისკენ, ისე პროფესიული წარმატებული საქმიანობისთვის შეუქმნის პირობებს. ამიტომ ამ გზაზე ჩვენ ვერ დავიხევთ უკან, არ დავიხევთ უკან და გავაგრძელებთ, მაგრამ ამას მე ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენ ყველაფერი დალაგებული გქონდეს. რაც კითხვები იქნება, მომწერეთ, ყველაფერს პასუხობ, მიხედავთ და დავალაგოთ სწორად ყველაფერი. რაც ამ მოურიდებლად სათქმელია, მე ვიტყვი ამას ყოველთვის მოურიდებლად. რაც კრიტიკულად სათქმელია, კრიტიკულად ვამბობ. არც ერთ ჩემ შეფასებაში რაიმე პოზიცია, რომ აი აქეთკენ ჯობია თუ იქეთკენ ჯობია თუ ასე, არა. ჯობია ის, რაც საქართველოს მომავალს უზრუნველყოფს. ჯობია ის, რაც ქართული ხალხის ინტელექტუალური დონის ზრდას უწყობს ხელს. იმ წიგნში, პირველ ჩემს წიგნში, რომელიც 1997 წელს გამოვიდა, მომავლის ხედვას თავისუფლების შეგრძნება, ჭირდება ეს ბნელი წლებია, თბილისშიც სწრაფად გავცელდა ეს წიგნი, 1000 ცალი, ფაქტიურად ეხლა ერთი ცალი მაქვს სახლში დარჩენილი, დანარჩენი ძალიან კარგად და გამოხმაურება იყო. მე იქ ერთ-ერთი სპონტანურ აზრებში მაქვს, რომ თავარი, რომელსაც იმ სიბნელეში მე იმედი მქონდა, რომ ამას გავაკეთებდით, თუმცა მაშინ შანსი არ იყო. საქართველოს სჭირდება საკუთარი მეიძის ეპოქა. მეიძის ეპოქა ეს არის იაპონიის აღორძინების ეპოქა, როცა ახალგაზრდა იმპერატორი მაცუჰიტოს ხელში არის ეს ჩემს ახალგამოცემაში მოხდა სრული მენტალური რევოლუცია და რამ განაპირობა, იცით, სტიმული რა იყო ამ რევოლუციისა, როდესაც იაპონიას პირველად მიადგა ორთქლის გემი, ეს ძალიან მაღალი განათლების მქონე ქვეყანა, როგორიც იყო შუა საუკუნეები და შემდეგ იაპონია, სადაც ტრადიციონალიზმი იყო უკიდურესად ძლიერი და სამურაების მთელი კასტა ამ ტრადიციონალიზმის გამოვლინება იყო. ორთქლის გემის დანახვაზე მთელი იაპონია იყო შოკირებული და ახალგაზრდა ძალიან ჩვენ არ გაგვიმართლა ასეთ მეფეში როდესმე. ხასუსმა ასეთ მეფეში ჩვენ არასდროს არ გაგვიმართლა. მაცუჰიტო იყო გაუგნებული, მისი ელიტა შეიკრა მისი ირგვლივ, მან თქვა, რომ იაპონია უნდა სხვა გზით განვითარდეს. ამ გზას განვითარებისა, ანუ ტრადიციონალიზმის წინააღმდეგ კი არ იბრძოდა მეიძის ეპოქის შემოქმედები. ისინი იბრძოდნენ იმ გაქვავებული შეხედულებათა სისტემის წინააღმდეგ, რომელიც არ ტოვებდა შანსს იაპონიის განვითარებისა და იაპონია შეიძლება იოლად დაპყრობილიყო. წარმოიდგინეთ, ახლა ორთქლის გემი რომ მოგადგება და შენ ისევ სამურაის ხმალით გინდა შეებრძოლო, ხო? სამურაების წინააღმდეგობის მიუხედავად მაცუჰიტომ აიღო თავის თავზე ფანტასტიკურად რთული რამ და მან შიდა ომის მეშვეობით დაამარცხა ეს ნახდათ ვაშკაცები, ნადგათ საოცარი ხალხი. მე ცდილობდი გარკვეულიყავი და საკმაოდ ბევრი წავიკითხე ამ შესახებ და გითხრათ, ეს არ არის უბრალო შეხედულებათა სისტემა, ეს კულტურის წიაღიდან წამოსული და მათ გაანადგურეს ფიზიკურად.
მაცუჰიტოს მიერ გამოცხადებული მეიძის ეპოქის შემდეგ, ზუსტად 100 წლის შემდეგ, იაპონია იყო მსოფლიოს ნომერი პირველი განვითარების თვალსაზრისით სახელმწიფო. მე ჩემი სკოლის ასაკში ასეთი იაპონიის მომსწრე ვარ, ძალიან კარგად მქონდა ინფორმაცია და იმისთვის რომ იაპონიაც დასავლეთზე წინ და შეერთებული შტატების წინ არ წასულიყო, ადმენდა ეს გლობალისტური რაღაცეები მოახვიეს თავზე, რაც სრულად უცხო იყო იაპონური კულტურისათვის. ფინანსური რეგულაციები, ბუღალტრული აღრიცხვა, სხვანაირი წესები, ეკონომიკის მართვისა და ასე შემდეგ და რა გააკეთეს, იაპონია დაამოხრუჭეს, მართალია ის რჩება დღეს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული ქვეყანად, მაგრამ ეს ის არ არის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რაც იყო 60-იანი წლების მეორე ნახევარში. ესე იგი, ჩემი ეს ერთი ფრაზა, რომ საქართველოს ჭირდება საკუთარი მეიძის ეპოქა. აი ეს არის ის ფუნდამენტი, რის გამოც მე დავიხარჯები, რაც კი შემეძლება ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ჩვენ 700 წლოვანი ისტორია ეხლა უნდა აქ გადავტეხოთ და საქართველოს წავიყვანოთ მისი განვითარების ტრაექტორიაზე. ქართული მეიძის ეპოქა უნდა შევქმნათ, ძალიან კარგად არის ცნობილი როგორ უნდა შევქმნათ, ძალიან კარგად არის ცნობილი რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს ჭაობი, ეს 33 წლიანი ჭაობი უნდა ამოვაშროთ, პატარა მიხმარება უნდა, პატარა მიწოლა უნდა, ეს ქუჩაში გამოსული, შინ ევროპაში მიმავალი გზააბნეულ ხალხს თავისი ადგილი უნდა მიუჩინოთ. შემდეგ ის დიდი შეთანხმება უნდა მოხდეს, რაზეც მე არაერთხელ ვისაუბრე და ჩვენ ახალგაზრდებს მსოფლიოში საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემა შემოუტანოთ, ჩვენი ბავშვები საოცარ ქართულ წიაღში აღიზარდონ, ძალიან ფართო ჰორიზონტის მქონე მომავალ საქართველოს მესვეურებად და მათი გონება ყველაფერს გაგაჩავს და ჩვენ ამის ნაცვლად, კიდე გეუბნებით, რაც მე ახლა ამის ნაცვლად ისე დავგლახავდით, ოღონდ ფული იშოვონ, ოღონდ ხელისუფლებაში შეძვრენ და დედაუტირონ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ თავისი მუცელი ამოიყორონ, ბევრი ფული მოიპარონ, იქ ვილები აიშენონ, იქ ევროპაში ვილები. კიდე გეუბნებით, ამაზე დიდი სირცხვილი, ამაზე უფრო სულიერი დაცემა ქართველებისა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ხაზს უსვამ, დაცემულია რაღაც ნაწილი, მაგრამ დაცემული არ არის მთავარი ნაწილი საქართველოსა. ამ არ დაცემულ ქართველებზეა მომავალ. როგორ შეიძლება ისე დახურდავდე კაცი, რადონის შობელძაღლი უნდა იყო, რომ საკუთარ ქვეყანას ფულს პარავდე. და რადონის გადაგვარებული უნდა იყოს ხალხი, რომ ეს მარიფათიანი, არ მინდა ეხლა ცუდი სიტყვა თქვა, ეს შობელძაღლები მოწონდეს და მხარს უჭერდეს. ამიტომ პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის მეიძის ეპოქა საქართველოსთვის. დაგხოცავენ ამ გზაზე? მე უფროსი თაობის კაცი ვარ, ადრე თუ გვიან, მაინც მოვკვდები, პრობლემა არ არის. და თუ ვინმე ჩვენზე ხელს აღმართავს საქართველოში, მაშინ ის, რასაც ჩვენ ეხლა ვამბობთ, კიდევ უფრო სწრაფად განხორციელდება. ხაზს უსვამ, საქართველოს ჭირდება თავისი მეიძის ეპოქა. ან გაიგეთ ეს ყველაფერი, საქართველოს ისედაც გაგებული აქ და თქვენ ქვეყანას დაუდექით გვერდით, ჩვენ ერთად დაუდგეთ ჩვენ ქვეყანას, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ძალიან ღონიერები და ვინც ამას შეეწინააღმდეგება, ჩვენ ერთად მოვერევით მას. მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ
აი ეს არის მთავარი იდეა მე დღეს ვეცადე ცოტა უფრო მეტი მეთქვა იმაზე რაც შეიძლება ვიღაცამ ვერ ამოიკითხა და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ძალიან ღირსეულები ვიქნებით იმ ხსოვნისადმი რასაც ჩვენი წარსული ქვია ჩვენ გვაქვს დღეს აწყო მოუწყობელი მაგრამ ყველაფერი რა კი აქამდე მოვიდა და ჩვენ შევინარჩუნეთ ეს სულისკვეთება ესე იგი წარსულმა თავისი საქმე გააკეთა და 2025 წლის სექტემბერში შენ გიკარნახა როდესღაც აღზრდილმა ამ წიაღში და ასე შემდეგ რომ შენ ეს კეთილი ინებე შენს მეტი თაობები არ არის კეთილი ინებეთ ეს გადაეცით მომავალ თაობებს არ გინდათ ასე აბა რა გინდათ თუ არ გინდათ ძალით გაგაკეთებინებთ თუ ვინც ეჭვიეპარება რომ არ გაგაკეთებინებთ მოდი ჩვენ ახლა რაღაც მტკიცებებს ნუ დავიწყებთ ჩვენ მუშაობთ დღე-დაღამე მუშაობთ ჩვენ გავაგრძელებთ იმედია 27-ში მოხვალთ და თქვენს ქვეყანას დაუდგებით გვერდით ამით ჩვენ მივანიშნებთ ამ ხელისუფლებასა და ამ ოპოზიციას რომ ეს ქვეყანა სათარეშო არ არის მათი არ არის ეს ქვეყანა ეს ქართველების ქვეყანაა და ეს ქართველების ქვეყნად უნდა დარჩეს ის რასაც ჩვენ ხედავთ გამორიცხავს ყველა პერსპექტივას საქართველოს მომავლისა თუ ამას ჩვენ დაუშვებთ ჩვენ ვიქნებით დაწყევლილი თაობები ღმერთი იყოს ყველა ქართველის შემწე ამ წმინდა საქმეში დიდი მადლობა დღევანდელი თქვენი აქტიურობისთვის მადლობა რომ უსმენთ ამ გადაცემას გემშვიდობებით 4 შაბათამდე კარგად ბრძანდებათ